დაიწყეს ჩემი წამების პროცესი, მიტყავდნენ წელის არეში, თავის არეში, თავზე მტუნავდნენ, აი რასაც ქვია მართლა ბოლომდე გამონადგურეს, ისე მირტყეს, რომ ხვირი ჩამიტყვიეს, ლამების ძვალები ჩამიტყვიეს, დანი დამსერეს, გიორგი მუმლაძემ სამახსოვროთ უნდა დაგიტაო ჭრილობაო და აქ დანა გადამისვა მაჩეტე სტილის დანა, რომელიც ძალიან დიდად მაქვს აქ შრამი. ანდრია ხამაშურიძე მე-10 კლასის მოსწავლეა. 6 თვის წინ ის ეგრეთ წოდებული ფაშისტური დაჯგუფების მიერ გახდა სასტიკი ანგარიშწორების სამიზნე. რო იყო 8 კაცი, 3-4 ტელეფონი იღებდა 5, ჩემი ღირსების შელახული ვიდეოებს აქტიურად იღებდა თითოეული მათგანი რა. 9 ადამიანი, რომელიც ანდრიას წამებაში იღებდა მონაწილეობას, დაკავებულია. ჩემთვის ეს ადამიანები მნიშვნელოვანია, რომ წამით არ ეღირსოთ გარეთ გამოსვლის საშუალება. გასულ კვირაში კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ 16 ადამიანი დააკავა. მათაც ბრალად ედებათ ფაშისტური ორგანიზაციის წევრობა და სხვადასხვა ადამიანის წამებაში მონაწილეობა. ეს 16 ადამიანი რო დააკავეს, მათი ტელეფონები შეხ ხო არ არის გახსნილი რაღაცა და რო გახსნიან და რო ნახავენ ამ ვიდეო მასალას, კიდე ხო აღმოჩნდება ბევრი ვიდეო მასალა, სადაც სხვა დასავლელებულები ფიგურირებენ და ასე შემდეგ. ამ ინტერვიუში ანდრია ყვება იმ ამბავს, რომელიც მას თავს გადახდა და ასევე ჩვენ საუბრობთ იმაზე, როგორ იპოვა მან ძალა საჯაროდ ესაუბრა ამ ტრავმულ გამოცდილებაზე. მეგობარმა ჩამიგდო ფოტო თუ როგორ დადო ერთმა ბრალდებულმა თორი ჩემი წამების კადრის. გექნებათ კიდევ სანახი იარაღი რო აქვს თავზე მოშვერილი და ფეხი ადგას გიორგი მულაძეს ჩემზე. გამარჯობა ანდრია. გამარჯობა. როგორ ხარ? მადლობა, კარგად. მეც არ ამიშავს რა ამ წლის პირველი ინტერვიუა შენთან. ჩვენ ვლაპარაკობთ დღეს შენს თავს 6 თვის წინ გადამხდარ ამბავზე, რომელიც არ არის მარტივად გასახსენებელი და მადლიერი ვარ იმისთვის, რომ ჩვენთან მოხვედი ამ ამბის მოსაყოლად. და რატომაც ვლაპარაკობთ, ეს არის ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინა კვირაში დააკავა ეგრეთ წოდებული ფაშისტური დაჯგუფების კიდევ რამდენიმე წევრი. წინა რამდენიმე წევრის დაკავება მოხდა ზუსტად შენი ამბის გასაჯაროების შემდეგ, ხო, 6 თვის წინ და წლის ბოლოს მათ უკვე სასამართლომ კონკრეტული სასჯელებიც შეუფარდა 10-დან 6 წლამდე პატიმრობების სხვადასხვა ადამიანს, ხო? ჩვენ როცა ვწერდით შენ ამბავს ზაფხულში, მაშინ არ დაგვისახელებია ვინაობა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით და გამეხარდა, რომ გადაწყვიტე ამ ამბავზე საჯაროდ ლაპარაკი და მგონია, რომ კარგია ეს სხვა მსხვერპლებისთვისაც, თუ კი ესეთები არსებობენ და როგორც ამ ბოლო დაკავება მაჩვენა, ესეთები არსებობენ. რას გრძნობ ახლა 6 თვის მერე, როცა ამ ყველაფერზე ლაპარაკობ. იმიტომ რომ მაშინ ვწერდით, რომ არასრულწლოვანი, რომელიც მსხვერპლი გახდა ამ ანგარიშწორების მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია. დღესდღეობით იმაზე მაგრად გავარ და იმაზე მყარავად გავარ, ვიდრე ვიყავ, იმიტომ რომ ხალხმა ოჯახმა მომცა იმის შთაგონება, რომ და ვიგე მაგრა და არ უნდა შემეშინდეს ამ დაჯგუფების და ამ წევრების, იმიტომ რომ ისინი არიან ციხეში, მიიღეს სასჯელი, რაც ეკუთვნოდა და ასე შემდეგ. თავიდან ძალიან მძიმე იყო, პირველი ერთი თვე დიდად ვერაფერ ვგრძნობდი, მიჭირდა მაინც ბევრი რამე, მაგრამ უკვე შემდეგი თვეები ძალიან რთული იყო ჩემთვის და უკვე ფსიქოლოგთანაც აქტიურად დავიწყე კონსულტაცია. რამაც ძალიან დამეხმარა, ძალიან მიშველა, დეკემბრის თვეში მოვჭი ფსიქოლოგთან კონსულტაციას, მაგრამ შიგადაში კიდე გავილი აუცილებლად, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგთან რო ქონდეს კონტაქტი, საჭირო ადამიანია და ბევრ რამეში დაგეხმარება. ხოლო ეს ამბები კიდე რო გავიგე, რომ სხვა რასრულ კი ვიცოდი, რომ სხვა რასრულების გაწამებული ყავდა და მე ეს ნაბიჯი რო არ გადამედგა, კიდე გააწამებდნენ. უფრო გაბრაზებული ამ პირებზე, უფრო გამწარებული და უფრო იმის მოლოდინში, რომ კიდე უფრო დიდ სასჯელს მიიღებენ. ჩემთვის ეს ადამიანები მნიშვნელოვანია, რომ წამით არ ეღირსოთ გარეთ გამოსვლის საშუალება. როგორ აღმოჩნდი ამ ხალხთან საერთო სივრცეში, როგორ გახდი მათი თავდასხმის თუ სამიზნე ობიექტი? დავიწყე მოდი თავიდან რა, დაახლოებით 1 წლის წინ ახლა TikTok-ის საშუალებით 1000 ინფორმაცია, 1000 ჯგუფების შესახებ იდება ინფორმაცია, რომ შეგიძლია შეხვიდე რაღაც ჯგუფებში მიიღო ინფორმაცია რა.
ხოლო მე ვნახე რომ არსებობს სხვადასხვა დაჯგუფებები Telegram-ში, ანუ ჯგუფები TikTok-ზე და ხე ეს ინფორმაცია რომ Telegram-ში საჯარო ჯგუფები არსებობს, სადაც შეგიძლია მიიღო ამ ნაცისტურ იდეოლოგიაზე ინფორმაცია და მეც დამაინტერესა, იმიტომ რომ რაც ახალს გაიცნობ, მით უკეთესი. ხოლო გავწერიანდი ამ Telegram-ის საჯარო ჯგუფში მივიღე ინფორმაციები, რომ არსებობს სხვადასხვა დაჯგუფებები, ბერგმანი, ვაიტმუტერი, მამბერი და სხვადასხვა დაჯგუფებები კიდე, რომლის ძალიან ბევრია საქართველოს სამწუხარო და ძალიან ბევრ არასრულოვანს და სრულწლოვანსაც უსწორდებიან. ხოლო ამ ყველაფრის მიღების შემდეგ თუ როგორ სასტიკად უსწორდებიან ამ არასრულწლოვანს, როგორ სასტიკად ექცევიან, როგორ ეპყრობიან, თუ მათ იდეოლოგიას არ გაიზიარებ, ანუ მათი წამების სტილს და თუ არ მოგეწონება და შეეწინააღმდეგები, იგივენაირად მოგიდგებიან რა და როგორც უდგებოდნენ არასრულწლოვანს და სრულწლოვანს მათი ეს ქმედებები არ მოწონათ, რომ ნახე გამიშჩა ზიზღი, ძალიან დიდი ზიზღი თან და მიკვირდა უბრალოდ ეს ადამიანები როგორ იყვნენ გარეთ ამდენი რამის შემდეგ ფსიქოლოგიურად აი ძალიან სასტიკად ექცეოდნენ ხალხს, ბოლომდე ემუქრებოდნენ, ბოლომდე აშინებდნენ. შემდგომ უკვე ამ ერთ-ერთ ღია საჯარო ჩატში, ჯგუფში, სადაც მე გავწერიანდი, Telegram-ის ჩატში, სადაც ნებისმიერ შეუძლია შესვლა, დღემდე არსებობს და იარსებებს კიდევაც ინფორმაციების მისაღებად. ქონდა დისკუსიის ჩატი რა. სადაც შეგიძლია შესულიყავი და გეწერან ინფორმაცია, ძირითადად იყვნენ ეს სხვა დაჯგუფების ადამიანები, რომლებიც ამ ბერგმანს და მათ იდეოლოგიას იწინააღმდეგებოდნენ, იმიტომ რომ რეალურად მათ არანაირი კავშირი ჰქონდათ ამ ნეონაცისტურ იდეოლოგიასთან, იმიტომ რომ ქართმაში არ იყვნენ, ან მეც არ ვიცი ბოლომდე რა არის ნეონაციზმი, ნაციზმი და ასე შემდეგ, მაგრამ მათ ნახდათ არ იცოდნენ რა იყო ნაციზმი. იმიტომ რომ მათ ეგონათ ალბათ რომ ნაციზმი იყო ადამიანის წამება, ადამიანის ჩაგვრა და ასე შემდეგ. მე როგორც ხვდები და არა მარტო მე ინფორმაციები როგორც იდებოდა, ამ ადამიანებს უნდათ ლიდერობა. პირველობისთვის იბრძოდნენ, რომ აი რაც უფრო მეტ ადამიანს მცემდი, რავი, სისხლს დაღვივდი, მით უფრო მაგარი გამორჩებოდი და ალბათ არასრულობზეც ესე იყო, რაც 9-ზე, 8-ზე, 10-ზე რო გავუსწორდები არასრულობს, რა ვიცი. და დიდსაც რა მნიშვნელობა არ ჭდება სწორად და არასწორია, რაც არ უნდა დააშავოს ადამიანმა. ხოლო ამ დისკუსიის ჯგუფში უკვე უფრო ბევრი ინფორმაცია შეიდებოდა, ვის კიდე გამომოხლო ყურადღება, სადაც ნებისმიერს შეუძლია შესვლა. მე არანაირი დაჯგუფების წევრი ყოფილა, იმათი ოჯახის წევრები კი მტენიდნენ და იმათი ადვოკატები მაგას, მაგრამ ვერ დაამტკიცეს და ვერ დაამტკიცეს. რას ამბობდნენ, რომელი დაჯგუფების წევრია? ერთ-ერთი დაჯგუფების, რომელიც ამათ ეწინააღმდეგებოდა და არ მოწონდა, მაგრამ საერთოდ არ მქონდა ამ დაჯგუფების. სახელი გახსოვს? ავტონომიური ქსელი, რომელიც არ ვიცი ახლა როგორა, რანაირად რა გამოვედი ყველანაირი ჯგუფები და წავშალე Telegram-ი, იმიტომ რომ საერთოდ აღარა ჩემთვის ასიამოვნო პლატფორმა. ხოლო უკვე ამ ჩატში შევაგინე, შეურაცხყოფა მივაყენე ლუკა ალანიას, 15 წლის მოზარდს, რომელიც აქტიურად აწამებდა მოზარდებს და ლიდერობდა სხვადასხვა, ანუ კოორდინირებდა სხვადასხვა ძალადობებზე და ბერგმანს. მე როგორც ვიცოდი, ბერგმანის ლიდერი იყო ლევან აფისაძე და კიდე სხვადასხვა პირები, ლევან აფისაძის მაკაცები და ასე შემდეგ, მაგრამ ლევან აფისაძე უშუალოდ განაგებდა ამ ყველაფერს. და იყო ისიც ნახსენები, რომ ეს ლევან აფისაძე რაღაცნაირად თავისუფლების გარანტია ჰქონდა, რომ ვიღაცა კრიშავდა რაღაცა ის და გომელაურის ნათლულიც იყო, ესეთი იყო, ესეც და უარყოფს ნათლულობას. როგორც ნახეთ ინტერვიუში კი იყო ასეთი რამეს, მაგრამ რავი, მეზობლები ვართო. იმ დროიდან, როცა ვახტანგ გომელაური 6 წლის იყო. მაგრამ მაშინ ამდენი ხანი როგორ ჩერდებოდა ეს ადამიანი ესე გარეთ არ მესმის, არსებობს კადრები, როგორ უსწორდება ბერგმანი უცხოელებს, ანუ სხვა რასის წარმომადგენლებს, უმცირესობის წარმომადგენლებს 2015 წლის კადრებია, დღემდე YouTube-ში რო ჩაწეროთ ბერგმანი, ამოგიგდებთ მაგ კადრებს და როგორ უსწორდებიან. და ლევან აფისაძე როგორც ვიცი, მოიხადა მან სასჯელი, ნუ არ ვიცი ბოლომდე თუ არა, მაგრამ იჯდა მაგაზე და არ აღმოჩნდა ეს საკმარისი მისთვის და კიდე გააგრძელა აქტიურად 31 წლის კაცმა დაჯგუფების შექმნა და ჩამოეყალიბა თავისი ვითომ ფაშისტური იდეოლოგია. 2018 წლის იანვარში მიუსაჯეს მას 4 წლით პატიმრობა. შემდგომ უკვე შეურაცხყოფა მივაყენე ლუკა ალანიას
და ამ ბერგმანს, რის შედეგადაც ეს პირები დამიკავშირდნენ მე მუქარი შემცველი, კერძოდ გიორგი მუნაძე მირეკავს თავის ტელეგრამის აკაუნტით, რომ მთელი მუქარი შემცველი სიტყვებით, რომ დღეები დაითვალე, მკვდარი ხარ, სადაც გნახავთ, იქვე მოკლავთ, არ დაგინდობთო და ასე შემდეგ, დედა როგორ შეგვაგინე და რაღაცა და რეალობაში ეს ადამიანები უარყოფდნენ ბერგმანთან რამე კავშირს, თავიანთ საჯარო ჯგუფებში ეს ეროდებდნენ ფოტოებს და იმას. კიდე გავამახვილო ყურადღებას, რომ მოუნდეთ ადამიანებს ნებისმიერ შეუძლია იპოვონ ახლა ეს ტელეგრამ ჯგუფები რაღაცა ნახონ, უარყოფდნენ, აგინებდნენ ლევანაბე, დაჟე ეს ლევანაბესაძეც აგინებდა ლუკა ალანიას თავის საჯარო ჯგუფში. მაგრამ საბოლოოდ ორპირობა იყო ეს ყველაფერი. რაღაც დამაზუსტება კითხავს კითხავ. შენ შეურაცხყოფა მიაყენე ბერგმანს და ლუკა ალანიას იმ ჯგუფში, რომელიც იცოდი, რომ ამ ფაშისტური დაჯგუფებების მოწინააღმდეგეები იყვნენ, მაგრამ აქ ვითომ ფაშისტური მაგ ხო, აქ იყვნენ ამ ფაშისტური დაჯგუფების წევრები, რომლებიც კითხულობდნენ მათ წინააღმდეგ ვინ რას წერდა და მერე ურეკავდნენ და ემუქრებოდნენ. ესეთია სურათი, ხო? და ჯამში რამდენ ჯგუფში იყავი გაწევრიანებული, მას შემდეგ რაც იფიქრე, რომ აი მოდი გავერკვე ამ ჯგუფში, აი ახლა ბერგმანის საჯარო ჯგუფშიც ვიყავი ინფორმაციის მისაღებად, ამ white motor-ის საჯარო ჯგუფშიც ვიყავი, იმიტომ რომ აი სისტასტიკების მეტი არაფერი და ედებოდნენ. ესენი თვითონ დებენ, რომ აი დღეს ვაწამეთ, აი რო ამბობდი, რომ გავიგე როგორ უსწორდებოდნენ ადამიანებს და შეურაცხყოფას აყენებდნენ, როგორ იგებდი, ანუ თვითონ აღწერდნენ, რა გააკეთეს, ვის გაუსწორდნენ, ვის ემუქრებიან? დაუდია კიდევაც, ან მაგალითად ლევან აფესაძე აქტიურად დებდა თავის საჯარო ჯგუფში თუ ვინც არის ზიარებდა მათ იდეოლოგიას, აი მაგალითად ერთი ვიდეო არსებობს, რაც შემიძლიათ მერე განახოთ თქვენ. თუ ლევან აფესაძე შუა ქუჩაში ეკითხება ბერგმანის მოწინააღმდეგე მოაზროვნეს, რომ რომელი დაჯგუფებისკენ ხარ, ეს მოზარდი 14 წლის ბიჭი პასუხობს, რომ ავტონომიური ქსელისკენ ვარ და შუა ქუჩაში ესვრის პნევმატური იარაღს. მაგდა მაგის და ეს თვითონ დადო ამ ჯგუფში. დადო და დაბლარულია და მაგის ხმა ისმის. მოდი ბერგმანი ვარ, გადახაფქვილი დედა. მოდი ბერგმანი ვარ, შენი დედა. შეხათარო. დაუტენი. ადგარბი ხარ შენ დედა შეფეცი. ვაკი ბიჭო. მე მაგ ვიდეოზე გავუმახვილე ყურადღება თავის ადვოკატს სასამართლოზე. მეთქი რას ფიქრობ თქვა ამ ვიდეოზე არ იყო თუ არ თავის ადვოკატი უარყოფდა ყველანაირი კავშირს ფაშისტურ დაჯგუფებებთან. არა და რეალობაში ლევან აბესაძე აქტიურად უჩიოდა სხვა დაჯგუფების წევრებს, თვითონ მაგის ადვოკატმა თქვა, რომ თუ როგორ უჩივლა სხვა დაჯგუფების წევრებს, იმის გამო რომ ისინი ძალადობდნენ, ვითომ ძალადობდნენ სხვა ადამიანებს. ეს ვიცით, რომ ვითომ ძალადობდნენ და სინამდვილეში დაზუსტებით არ ვიცი, მაინც რა ეს სხვაობით ძალადობენ და ბევრი დაჯგუფება ესე თავს ვერ დავდებ რა. იმიტომ რომ იბრძოდა ეს ადამიანები პირველობისთვის რა. ხოლო ეს ვიდეოებს დებდა რაღაცა კიდე ამ მოწინა აუ თავისი გვარსახელით დებდა ამაყრად რომ ეს ყველაფერი გავაკეთეო ამ ნიკნეიმით ნიკნეიმითაც არ დებდა ამ ღია ჯგუფში თვითონ ამ ღია ჯგუფის სახელით იწერებოდა რა ეს ყველაფერი რა რომლის ადმინიც თვითონ იყო ალბათ კი და არა მარტო მაგ იქნებოდა რა და კიდე იმიტოს სხვა დაჯგუფებებიდანაც და ამ ვიდეოს გარდა რა იყო კიდე იყო მაგალითად შენსავით დასერილი მსხეულები ან არ ვიცი ვიდეო სადაც წამება იყო ასახული ყოფილა სამწუხაროდ ისიც ყოფილა რომ ვინც მაწინააღმდეგ წავიდა თავის დაჯგუფებიდან და მიატოვა ან რაღაცა გაცა ეს ადამიანები და გადასცა პოლიციას თუ როგორ უსწორდებიან და ბოდიში და პადლეცებს ურტყავენ ბოდიში რუსული სიტყვის და ესე უსწორდებოდნენ რა ერთი სიტყვით და შეკრულები იყვნენ ეს ლუკა ალანია და ეს პირები რა ანუ უარყოფენ მართალია მაგრამ ეს იყო და ეს და დაუბრუნდები ახლა ამ თემას აუ ანდრე ერთსაც გითხავ დაახლოებით რამდენი თვე გაატარე მანამ სანამ შენზე ანგარიშწორებას დაგეგმავდნენ და განახორციელებდნენ ამ ჯგუფებში შეურაცხყოფიდან ერთი თვის მე დაახლოებით გაწევრიანებიდან აი რამდენი ხანი აკვირდებოდი ამათ ეკოსისტემას თუ შეიძლება დაახლოებით მარტის თვეში გავწევრიანდი ამათან და ნუ რამდენიმე თუ 3-2 ხო 3-2 თვე იმიტომ არ შევხვდი და იმიტომ ერთი ადამიანი გირეკავდა თუ რამდენიმე ბევრი იყვნენ ერთად და ბევრი იგინებოდა რაღაც მეთქი არ შემიგინებია თქო მე თქვენთვის და მე შევაგინე ბერგმანს და ლუკანანეს თქვენ ხო უარყოფთ მეთქი რომ ბერგმანელებთან რამე კავშირი გავთვალ და ბერგმანელებს კიდე ერთხელ შეაგინე არა გვაქვს კავშირიო და
ეს ლუკა ალანია. იმან გიორგი მუმლაც და მემუქრებოდა კიდევაც როგორც წერან აღნიშნე და გავუთი შეეგრევე, საერთოდ გავწყვიტე კონტაქტი. კიდევ სანამ დაბლოკავდი მომწერა რომ ძალიან ცუდა საქმე დაიმალე, სახლიდან არ გამოხვიდეო და დაბლოკე ეგრევე წავშალე მესიჯები და თვითონაც წაშალა რაც შეეძლო რა. მაგრამ იმ ჯგუფებში დარჩი. ჯგუფებში დავრჩი. იმიტომ რომ მათ ახლა საფრთხის შემცველი მაინც ვერაფერი ვნახე რაღაცა და მაგიტო დავრჩი. ნუ მაინც ახლა მაყურებელის რამე სიცრუეში რო არ შევიდეს, კიდე ერთხელ აღნიშნავ, რომ ანუ ნებისმიერ რომ მოიძიოთ ამ ჯგუფების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ, იმიტომ რომ დღემდე არის ტელეგრამზე მათი ჯგუფები, სხვადასხვა სახელები და ნებისმიერ შეუძლია შესვლა. თქვენ ვერაფერს ვერ დაწეთ, საჯარო ჯგუფებია და იწერება ადმინი მარტო. ანუ რამე ექსკლუზიური ინფორმაციაზე წვდომა არ ქონია, ყველა შეიძლება აღმოჩნდეს ამ სივრცეში. და მარტის თვეში დაახლოებით, აი ეს როცა მაგ ჯგუფებში გავწერინე, მაშინ გავიცანი ჩემი მეგობრის მეშვეობით, მაგის მეზობელი იყო ეს მარიამ ხმალაძე თუ ხმელიძე, აღარ მახსოვს მაგის გვარი კარგად მეშლება. შუა ქუჩაში შეხვდა რაღაცა, გავიცანი, ამ გოგომ დამიმატა ინსტაგრამზე, აქტიურად მიმოწერა ქონა, ვიცოდი რომ ამ გოგოსაც ქონა ინფორმაცია იგივე თემებზე რასაც მე, რო არსებობს. მაგრამ გაიცანი ამ ჯგუფებისგან დამოუკიდებლად სხვა ვითარებაში. რას ფიქრობდა ამ დაჯგუფებების შესახებ მაგის ვკითხე, არაფერ ზულან მეზიზღებიანო და ასე შემდეგ რა, მაგრამ ვიცოდი რომ ამ ადამიანებთან ქონა გიორგი მულაძესთან და ამ პირებთან რაღაც ოდენი კავშირი რა და საიდან იცოდი? თვითონ თქვა რომ მქონდა ვიყავი შეხვედრილიო რამოდენიმეჯერო და ძალიან არ მომეწონა ეს პირებიო და მაგიტო გავწყვიტე ურთიერთობაო და კარგი მეთქი არა პრობლემა თქვა. და ორმა ახალგაზრდა ადამიანმა როგორ წამოიწყეთ ამ ფაშისტურ დაჯგუფებებზე ლაპარაკი? ზუსტად იგივე ანუ ამანაც მითხრა თავიდან ამამ მკითხა რა იცი ამის შესახებ რომ არსებობს ესე მეთქი კი ვიცი ძალიან მწყინს ხო ესეთი ამბები რო ხდება თბილისში თქო რა. ხო და ანუ ეს ახალგაზრდებში თქვენი ასაკის ბავშვებში აქტიური განხილვის საგანია ამის დაზუსტებას ვცდილობ თუ ჩემთვის არ იყო განხილვის საგანი უბრალოდ ამ გოგომ ჩამირთო ეს თემა უკვე დაახლოებით აპრილის თვეში იმიტომ რომ ალბათ რა შეთრევა უნდა ამ საქმეში რაღაცა მაგრამ მე ინტერესი არ გამოჩნდა არანაირი მაგრამ სამწუხაროდ ბევრ არასწორად ითრევს ეს სქემა რა რო ვთქვათ ესე და და მართულები ხდებიან ვიღაცების რა ჩვეულებრივ და რო ეთქვის მინდი ეს აწამე უნდა აწამოს თუ არა და იგივეებს გაიზიარებს თვითონ ხო და ამ გოგოს რო ვიცნობდი მე დაახლოებით აი ამ პირებმა რო დამიკავშირდეს რაღაცა ივნისის დასაწყისში უკვე აქტიურად გადმოდის იმის თხოვნაზე რომ მოდი შევხვდეთ თან ამ პირებმაც გიორგი მულაძემ და ამ დანარჩენმა პირებმა ისეთი ინფორმაციები მითხრეს, რაფერის თვალები მაქვს, როგორი სახე მაქვს, რაღაცა გამიკვირდა. მეთქი მინუთხა და რო გავიხსენე რომ მარიამ ხმელიძე აქტიურ კავშირში იყო ამ პირებთან, ვკითხე მეთქი შენ ხო არაფერი გითქვია? არ მითქვია, დაიფიცა ყველანაირად და კარგი მეთქი რომ მოვისლე აუცილებლად შევხვდეთქო. ხო გავიდა დაახლოებით 2 კვირა, დავიგეგმეთ რომ 24 ივნის 300 არაგველის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა შევხვედრილიყავით. შევხვდით, საერთოდ არანაირი ეჭვი არ გამაჩნდა და ფიზიკურად ვერ გავიჩენდი, იმიტომ მე ადამიანს სიტყვაზე ვენდე და მტობაში ვიყავ მასთან და როგორც მეგობარს ისე უყურებდი. შევხვდით ამ 300 არაგველის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსთან შევხვდით და დავიძარით, ჯერ გამოვისეინეთ და შემდგომ წამონანგრევები დავათვალიერებთ და რა. ეს არისო რაღაცა გაბრანჭვა, სასიყვარულო ურთიერთობა, რაღაც გოგორობით სეპატიჟება, სადღაცა ესეთი. და ეს ადგილი რატო შეარჩიეთ? არ ვიცი, ეთყობა თვითონაც. იმიტომ რომ შორს არის სახლიდანაც და სკოლიდანაც შენი, ხო? თვითონ ისეთი ადგილია კაციშვილი მე რომ ისვენ და ჩემ ხმას წამებისას რა და ხო, მაგრამ თვითონ ხო არ უთქვია რომ აი რაღაც ნანგრევები მიყვარს ძველი შენობები იქ რაღაცა არის. თვითონ როგორც ვიცოდი აქტიურად ათვალიერებდა რა ნანგრევებს და უყვარდა მასეთი ადგილები და კარი. არა, არ გიკითხავს აქ რატო შევხვდეთ და არასადმე სხვა. არა, ნანგრევებში კი არ შევხვდით ხო. ვიცი კი მეტროსთან შევხვდით, მაგრამ აი რამე ახსნა ხო არ უთქვია რატო შევხვდით. რა უბრალოდ დავათვალიეროთ. აი მეთქი დავათვალიეროთ, არა პრობლემა თქვა. ჩავედით უკვე ნანგრევების შენობისკენ და არანაირი ეჭვი არ გამაჩნდა რა, რატო შეიძლება ჩავიყვანე რაღაც. თან იმ სიღრმეზე იყო, ნუ როგორ უნდა მეფიქრა ზოგადად ასეთ რამეს რო იკადრებ და ადამიანი ვისთანაც დობაში ხარ რა. ხო და ჩავედით ამ ნანგრევებში რაღაცა უცებ ჩამოდის ერთი პიროვნება, როგორც ბევრჯერ მაქვს აღნიშნული, ნიღბიანი პიროვნება, იარაღს მიშვერს დაიჩუქეო, მე უთხარ, რატო უნდა დავიჩუქო მეთქი? დაიჩუქე თორე გესვიო, დავიჩუქე. და ამ დროს ჩამოდის კიდე 6 პიროვნება, რომელთაც აქვთ იარაღები, დანები და ასე შემდეგ. ორ პირს ჰქონდა თუ სამ პირს, ჩემი დათვლით, ცივი იარაღი კონკრეტულად.
ნახდათ არ ვიცი ხლა იქ პრემატური იყო თუ ცივი არ ვიცი, მაგრამ ისინი იმერხლენ მეთავს რომ პრემატური იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა კი იარაღი. ანუ თოფი პისტოლეტი ქონდა სამს დაახლოებით და დანარჩენებს ქონდათ დანები? დანები, ყველას ქონდა რაღაცა ცივი იარაღი, ზოგ კასტეტი ზოგსა და რო დავიჩოქე უკვე გიორგი მუმლაძე ჩამოდის, იმიტომ ამოვიცანი მაგათ სახეები დადებული ამ საჯარო ჯგუფებში, ნებისმიერმა შეუძლია ეხილოს და ხმითაც ამოვიცანი რომ ირეკავდა და რომ იმუქრებოდა რა. ვიშიაგინე დედაუდა. მეთქი გარკვეულ პასუხე ბერგმანს და ლუკა ალანიასკო რა. და ეგრევე გამწარდა მაგ სიტყვების გაგონებისას და გასცა ბრძანება, ბევრჯერ მაგ აღნიშნული რომ აწამეთ, ცემეთ, რაც გინდათ ის უკენ და დაიწყეს ჩემი აქტიურად წამება. მაგრამ ამ ადამიანებს ვისაც ქონდა ზოგს პნევმატური იარაღი და ზოგს დანა და შენ არ იცოდი ეს პნევმატური იყო თუ ნამდვილი იარაღი, ყველას ნიღბები ეკეთა თუ გიორგი მულაძის გარდა. ხო და დაიწყეს ჩემი წამების პროცესი. მიყავდნენ წელის არეში, თავის არეში, თავზე მტუნაობდნენ, აი რასაც ქვია მართლა ბოლომდე გამანადგურეს, ისე მირტყეს, ცხვირი ჩამიმტრიეს, ლამების ძვალები ჩამიმტრიეს, დანი დამსერეს, გიორგი მულაძემ სამახსოვროთ უნდა დაგიტაო ჭრილობაო და აქ დანა გადამისვა მაჩეტე სტილის დანა, რომელიც ძალიან დიდად მაქვს აქ შრამი. ეს შრამები კიდე გაქვს? მაქვს. ხო, ეს და კიდე ერთი მაქვს აქ. და უკვე შემდგომ ამ ყველაფრის შემდეგ დაიწყეს ჩემი ღირსების შემლახველი, ჩემთვის ღირსების შელახვა. რისაც ყველაფერს იღებდნენ ვიდეოთი, მაგრამ ესეც გააკეთეს. ბოდიში მაგ კითხვისთვის, მაგრამ მაინც ვიკითხავ, ღირსების შელახვა რაში გამოიხადებოდა? გაშიფლე. სულ გაგაშიშვლეს? დიახ. ხოლო ამ ეს გოგო ყველაფერს უყურებდა და თვითონაც აქტიურად მონაწილეობდა ჩემი წამების პროცესში. გიტყამდა თუ ქსერავდა თუ? ერთი უზე სამჯერა შემომარტყა, რავი, ფეხის დაურტყია, შეიძლება დამსერა კიდევ ამდენი ადამიანი რო გიტყავს ფიზიკურად შეუძლებელია, რომ რამე დაინახო რა. მაგრამ რო დავინახე, კარგად მახსოვს, რომ თუ როგორ დამარტყა, სამჯერ ფეხი და ხელით. ასე სილას გამაწნა. და ეს იყო და ეს რა. ამ ამბავში მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყველაფერს იღებდნენ და ასევე ლევან აბესაძეს, რომელსაც მიიჩნევა ყველაფრის ორგანიზატორად, რომელიც გახლავთ 30 წლის სპორტსმენი, აყურებინებდნენ ლაივში ჩართული ტელეფონით, ხო? ლაივში არ, საბოლოოდ დაურეკეს. მივალ მაქიმამდეც ყველა იღებდა, იმიტომ რომ რავი, რაში ჭირდებოდათ, ალბათ სიამოვნებად, აი ჩვეულებრივი მაზოხისტი არა ადამიანები არიან, რომელსაც ერთ ხელში დანაეჭირათ და მეორე ხელში ტელეფონი და იღებდნენ. ზოგმა ჩაიდო ჯიბეში, ვიღაცებს ეჭირათ, რო იყოს 8 კაცი, 3-4 ტელეფონი იღებდა, 5, ჩემი ღირსების შელახველი ვიდეოებს აქტიურად იღებდა თითოეული მათგანი რა. ხო, ეს ყველაზე მეტად იმან შემლახა რომ ეს გოგო უყურებდა ამ ყველაფერს და არ იყო ჩემთვის მაინც აი და სანახი. სხვა ყველაფერს თავი დავანებოთ, ბოლომდე განადგურებული კი ვიყავი, მაგრამ ხო შემდგომ უკვე ჩემ გაძარცვაზეც გადავიდნენ, ტელეფონი გამიხსნეს, მესიჯები რაღაცეები შეამოწმეს, ვერაფერი ნახეს. და ტელეფონი წაგართვეს. არა, ტელეფონი არ წავუდგეს. სკულკარდის ანგარიში ამოწმეს, მქონდა ფული ანგარიშზე, მაგრამ მოვატყუე მეთქი, რომ მჭირდება თქო, წამლები მაქვს აყიდელი რაღაცა ოჯახის წევრ ჭირდება და მაგის ნამუსი იყოთ, რომ დაიტოვებინათ მაგ თანხა. და ეგ იყო და ეგ და ჯიბეში მეყარა ხურდები რაღაცა და მაგები წამართვეს რა უბრალოდ აში. შეიძლება იმიტომ არ წამართვეს ის სკულკარდი ანგარიში, რომ ანგარიში და იმიტომ არ გადარიცხეს, რომ იდენტიფიცირება მარტივი იქნებოდა მათი და ხო და ყველაზე მეტად ვიდეოს ანუ ვიდეომ დაუმძიმათ რა სიტუაცია რომ ქონათ ვიდეო ყველას ტელეფონში და ამოიღეს მაგ ტელეფონებიდან ეს ვიდეოები. დანარჩენი ახლა რა შეეხება შემდეგს უკვე ეს დასრულების პროცესს დამიჩნეს ადამიანები გვერდზე უკვე წრეშუდად მელაპარაკებოდნენ რომ
ჩვენ გვერდზე თუ დადგები ინფორმატორად შეგვეგზავნები სხვა დაჯგუფებაში და გაწევრიანდები, ხელშეუხებელი იქნები გვერდში. ინფორმატორს რა მოეთხოვებოდა? ანუ ინფორმატორს მოეთხოვება შევიდეს სხვა დაჯგუფებაში, გაწევრიანდეს, მოაჩვენოს ვითომ მათი დაჯგუფების წევრად თავი, მიიღოს ინფორმაციები და აცოდინოს ამ ადამიანებს. ხოლო უკვე დრო დამელაპარაკეს გარანტიები, რომ მომცეს რაღაცა პოლიციაში არ წახვიდეთ, თორე გიპოვით, მოკლავთ ეს ამ ვიდეოებს გაგივრცელებთ, თუ გონი არ გაგივრცელებთ, დებიო, ჩვენ არ გვეშინია პოლიციის ისედაცო და რატო არ გვეშინიაო თქო ეს? ჩვენ ალბათ ვერ გითხავთ. შეიძლება შიშის გამო რო ჩემთვის შიში მოეცათ ფსიქოლოგიური მომენტია მაინც რა. და შემდგომ უკვე ლევან აპესაძეს დაურეკა გიორგი მუმლაძემ, შემოახედა ვიდეო კამერით ჩემზე, ნუ მაგამდე უთრავ გავლახეთ, ვცემეთ, აგერ ყავს ღირსიაო ლევან აპესაძემ, შეურაცხყოფას მომაყენა და შეატრიალა. ეხლა მას ამოვიცნობდი, იმიტომ რომ ტელეგრამ ჯგუფებში მისი ხმოვანი მასალა, ფოტო მასალა აქტიურად იდებოდა რა და მარტივი ადამიანის ამოცნობა. უკვე რო დასრულდა ჩემი წამების პროცესი, რაღაცა ავედით წყალი გადამავლეს, რომ გარეთ არავის არაფერი კონებოდა, კიდევ ერთხელ გამარჯვებას. ბოთლებით ქონდათ წყალი? ზემოთ იქ კალონკა იყო რა და იქ იყო ონკანი და იქიდან გადამავლეს რაღაცა გამწმინდეს ცოტა და წადის სახში და არავის არაფერი უთხრა მოატყუე შენებს რამეო. კარგი მეთქი, მე ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, მივედი სახში ესეთ მდგომარეობაში, ძალიან სულ მდგომარეობაში. მაგ დროს ალბათ დროს კარგად ვერ ხვდები, მაგრამ დაახლოებით როგორ გონია, რამდენ ხანს გაგრძელდა? მახსოვს ოღონდ შენ გეგონა რომ მეტი გაგრძელდა, თუ ხვდებოდი რომ 1 საათი? ტელეფონიდან გამომდინარე, რო შევედი ტელეფონს და ვხედე უბრალოდ რომელი საათი იყო, მაინც დრო განსაზღვრა რომ ქონოდა რა. 1 საათი იყო დაახლოებით გასული და რო დამთავრდა ჩემი წამების პროცესი, ესეც რო წამოდი ტელეფონს ვდავხედე 1 საათი და 10 წუთი იქნებოდა სადღაც გასული და მივედი სახში ესეთ მდგომარეობაში, ძალიან აცემი, ძალიან დასერილი, ფსიქოლოგიურადაც ძალიან გატეხილი. სახში რომ მივედი, ჩემებს ვთხარი რომ ესკალატორზე დავგორდი მეთქი რა, იმიტომ რომ ძალიან მეშინოდა იმის რომ ეს ადამიანები ასეთ რამეს იზავდნენ, მართლა მიპოვინენ, მართლა გამისორტემონეს სასტიკად. და ეს იყო და ეს და მამაჩემ არ დაიჯერა, მატყუებო შენ, მამაჩემ მისნობს, აი გაჭრილი ვაშლებით ესე რო თქვა, ოჯახია მაინც და გინდა თუ არა ისნობენ რა. ამჯერა შენიო, მომიყევი რა იყო, დედაჩემიც იყო მათ, დედაჩემაც იგივე მითხრა და კარგი მეთქი მოგიყვებით, უბრალოდ პოლიციაში არ განვაცხადოთ, გთხოვთ მეთქი, იმიტომ რომ ძალიან ცუდად დამთავრდება ეს ამბავი თქო. მოვიფიქრეთ მაგას, რომ შენ მოგვიყევიო და დავჯექით, გავისაუბრეთ, რომ ესე და ესეა მეთქი, აწამეს მეთქი, გამისწორნეს სასტიკად, არაფრის გამო, იმიტომ რომ დაჯგუფებას მივაყენე შეურაცხყოფა, რომელთან და ისე დაჯგუფება მცემა, რომელმაც საერთოდ კავშირი არ ქონდა მაგ დაჯგუფებასთან მეთქი და ძალიან ცუდად მომექცენ დამსერეს მეთქი და ასე ყველას მოხდა, ყველაფერი მოვიყევი და ანდრია სასწრაფოდ უნდა წავიდეთ პოლიციაში მეთქი. სასწრაფოდ უნდა წავიდეთ პოლიციაშიო და დღეს არ გვინდა მეთქი, დავლაგდეთ კიდე რაღაცეები, მოვიფიქროთ, იმიტომ რომ ძალიან მძიმედ ვიყავი, რაღაცეები შეიძლება და გამომრჩენოდა იმ დღეს ვერეთ, მაგრამ ცხელყვალზე ვერ დააკავებდნენ, თუ იმ დღეს ვერ წავიდოდით და მომიწია, რომ შემდეგ დღეს წავსულიყავით, ჯერ წავედით პოლიციაში, განცხადება შევიტანეთ, რომ არასწორების სამმართველოს ეს თემა მიიღო რა. დედა და მამა წამოყვნენ. მამა და დავწერეთ განცხადება, შევატყობინეთ თუ რა მოხდა, შემდგომ უკვე არასწორების სამმართველოს მიიღო ეს ყველაფერი, მაგრამ სანამ მიიღებდა პოლიციიდან პირდაპირ იაშვილის კლინიკაში წავედით, იმიტომ რომ ძალიან მძიმედ ვიყავი, უნდა გამესინჯა რენტგენი გადამეღო რაღაცა, რომ ხო რა. და ამ დასერილი სხეულის გარდა რამე გქონდა ტვინის შერყევა? უნდა დაახლოებით 1 კვირა ვიყავი სახში და მაგის გამო დამაგვიანდა რომ გამოძიებასთან მიმეწოდებინა დროულად ინფორმაცია, ფსიქოლოგიურადაც სანამ დავლაგდებოდი და ეს იყო და ეს შემდგომ იაშვილის კლინიკაში 2 დღე გამაჩერეს, შემდგომ სახში რომ მივედი უკვე წოლითი რეჟიმი მქონდა გამოწერილი დავწექი. ნუ იქაც იაშვილის კლინიკაში არასწორების სამმართველო ძალიან დროულად და ძალიან ოპერატიულად მოვიდნენ ესე რომ ვთქვათ, ანუ
უთხარი ინფორმაცია რა როგორი იყო მივაწოდე მაინც რო ქონოდა ანუ ამ ამბიდან მეორე დღეს წახვედი პოლიციაში, პოლიციიდან წახვედი იაშვილში და იაშვილმა მერე სახლში გამოგწერა ზოლითი რეჟიმი. მე მეორე დღეს 2 დღე ვიყავი იქ და იმავე დღეს უკვე როცა მივედი კლინიკაში იმ დღესვე მოვიდნენ დროულად ეს არასწორთა სამმართველო და მივეცი გამოძიებას ჩვენება მიეცი კლინიკაშივე. ხო რა როგორ იყო რანაირად იმიტომ რომ საჭირო იყო რომ დროულად მოეხდინათ რეაგირება კამერები ამოიღოთ და ასე შემდეგ. ოლო უკვე სახში რო ვიწექი რო გამოვკეთდი წავედი არასწორთა სამმართველოში ძალიან მინდა აღვნიშნო მართლა რომ არასწორთა სამმართველო აი თავის საქმის პროფესიონალები არიან იმიტომ რომ მართლა აი ძალიან კარგად მომიდგნენ არ ველოდი უბრალოდ რომ აი ესე მომიდგებოდნენ რაღაცა მაგრამ ყველა გრუდან მიიტანა იმიტომ რომ რა განათია ქონდათ დღეს მომეყავით თვალე მაგათი შვილები არ იქნებოდე და დაახლოებით არ დავაზუსტე სტეფანის დროებს რა 2 ვილის დააკავეს ეს პიროვნება მივაწოდე გამოძიებას ინფორმაცია რა როგორ იყო ჩემი ტელეფონიც ამოიღეს და ეს იყო და ეს შემდგომ მაგრამ ამასობაში მათ გავრცელეს კადრები რომლის გავრცელებაც გეშინოდა კი სხვათა შორის იაშვილის კლინიკაში მეგობარმა ჩამიგდო ფოტო თუ როგორ დადო ერთმა ეჭვმდალმა კი არა ბრალდებულმა სტორი ჩემი წამების კადრის ეს იყო ვიდეო თუ ფოტო ფოტო გექნებათ კიდევაც რანახი იარაღი რო აქვს თავზე მოშვერილი და ფეხი ადგას გიორგი მულაძეს ჩემზე და ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე. ამ დროს პოლიციაში უკვე ნამყოფი იყავი. არა, იაშვილის კლინიკაში, არ მაგას ვიზახი რომ იაშვილის კლინიკაში ვნახე დილას რა და ძალიან ცუდად იმოქმედა და ერთი სული მქონდა გამოძიებასთან მალე მოსულიყავი, მაგრამ ნუ ანუ სახლიდან პოლიციამდე ჯერ იაშვილის კლინიკაში შეიარე. არა, კიდე ერთხელ აგესმე. დავიბენი. ნახეთ ჯერ იყო სახლიდან წავედით პოლიციაში, განაცხადი შევიტანი, შემდგომ წავედით იაშვილის კლინიკაში და იაშვილში გამაჩერეს 2 დღე და იქ მიეცი ჩვენება და ამასობაში იქ გამოგიგზავნეს ეს ვიდეოც. ხო, ფოტო რო ესე და ესე გაავრცელეს ამ პიროვნებებმა და შემდგომ ერთი კვირა სახლში ვიყავი და ეს იყო და ეს და უკვე გამოძიებასთანაც მივედი, ინფორმაცია მივაწოდე და ვსიო. და როცა დაიჭირეს მერე რა მოხდა? იმიტომ რომ დაიჭირეს 9 კაცი, მათგან 6 იყო არასრულწლოვანი და ამ 6-დან ერთ-ერთი არის ეს გოგო, რომელმაც წაკიყვანა ამ ნანგრევებში, ხო? დადიოდი სასამართლოს ხდომებზე თუ მხოლოდ ჩვენების მისაცემად მიხვედი? ჩვენების მისაცემად, იმიტომ რომ ძალიან მძიმე იქნებოდა ჩემთვის იმათი ნახვა, ფიზიკურად არ მინდოდა, არც იმათი ოჯახის წევრების თვალის შეხვედრა და გავჭრილიყავი თვალში არ მინდოდა, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს, მაგათ ოჯახის წევრებს სამწუხაროდ დღემდე აგრესია აქვს ჩემ და ჩემი ოჯახის მიმართ, უბრალოდ არ მისმის, რატომ? ანუ რა უნდა გამიკეთებია მაშინ? არა ესე დავჯდომილიყავ, შეგუებულიყავ ჩემდეს თუ რაც გამიკეთეს ამ პიროვნებებმა და არ გამეცხადებია პოლიციაში და დამნაშავე არ დასჯილიყო და სხვა არასწორები ჩემზე უარეს დღეში ჩაგდო და ვიღაცა მოეკლათ კიდევაც და მოკლავდნენ კიდევაც აუცილებლად დარწმუნებული ვარ. თუ რამე იქნა, ანუ რა სიტყვენ ვერ გავიგე, დღემდე აი თქვენთანაც სანამ წეღანაც რო ვისაუბრებთ, აღნიშნე ის ფაქტი, რომ ჩემი ფორმულას ეთერი რო გავიდა, ერთ-ერთის დამ არ დავასახელებ სახელ გვარს. შაბათს მიცემულ ინტერვიუს, შაბათის ეთერში გასულ ინტერვიუს. პოსტი დაწერა ჩემზე, რომ ანდრია წამებული რა დღეშია, ესა, შენზეც მაქვს ინფორმაცია, შენც იყავი და ჯგუფების წევრიო, ესენი აქტიურად აგრძელებენ ესე. რომ შეგაზინო რამე დაჯგუფებებს, იმიტომ რომ საქმე საწყობს თვითონ მაგ რა, იმათი ადვოკატების იგივე ცდილობს ზუსტად რომ დაჯგუფების წევრი გამოვიყვანე, რომ ზუსტად მაგ იყო ჩემის მიზეზი, რომ აი დაჯგუფების ომში მოვყევი რა, მაგრამ არ გამოვიდა. მაგრამ ეს რა სამარტივებს დაჯგუფების წევრი რო იყო და გაწამონ წამება არ არის? არის რა, უბრალოდ აწყობთ ამათ, არ ვიცი რატო აწყობთ, იმასაც ცდილობდნენ რომ ერთმანეთთან კავშირი არ ქონოდათ დაინტკიცებინათ, მაგრამ ვერ ამტკიცეს მაგას. მაგრამ ვერც ერთი მოახდინეს, ვერც ამის და ვერ ამტკიცებს ვერანაირად რომ მე რაიმე დაჯგუფების წევრი ვიყავი. ეს რომელი ბრალდებულის და გემხრება? მაინც არ დავასახელებ. და ანდრია, იმ დღეს რა ხდებოდა სასამართლოზე, როცა ჩვენებას აძლევდი, ყველა ბრალდებული დარბაზში იყო და მათი ოჯახის წევრებიც, იმიტომ რომ ეს ხდომები მგონი დახურული იყო მედიისთვის, ვინაიდან არასრულწლოვნები იყვნენ. ბრალდებულების გაყვანა მე მოვითხოვე, პროკურატურამ მას მოითხოვა, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მძიმე იქნებოდა მათი დანახვა და ფიზიკურად ვერ მიცვევდი ჩვენებას დაჟე რო ჩავედით უკვე ეს დარბაზთან რა, სანამ გაიყვანენ მე თვალი მოვკარმა და ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე, გულის კი ამიწყდა.
კი, არ მესიამოვნო მათი დანახვა რა. მართლა არ იყო ჩემთვის ასიამოვნო და ვერც მისვედი ფიზიკურად ჩვენებას მათ თვალწინ რა. ანუ იმან რომ ეს ადამიანები ვინ შენ გაწამეს ბრალდებულის სკამზე თუ საკანში იყვნენ, შვება არ მოგვარა. შვება როგორ არ მომგვარა, ბევრ მშვიდად ვიყავ, მაგრამ მაინც არ მესიამოვნებოდა რომ მაგათ თვალწინ მიმეცა ჩვენება. იმიტომ რომ პროვოკატორები არიან, მაინც შეიძლებოდა რამე მოეძახებინათ და ისე მდგომარეობაში ვიყავი, რომ ზოგადად ესეთ მომენტში რომ ხარ შეიძლება აიჭრა და შენ არ წაგადგეს მე მაგ აჭრა რა. რომელ თვეში მიეცი ჩვენება? დეკემბრის დასაწყისი თუ ნოემბრის დასასრული იყო. ანუ უკვე პროცესის ბოლოში. ხო, დაახლოებით. შემდგომ უკვე ჩემი მამიდაშვილის დაიკითხა, დედაჩემის დაიკითხა და ანდრეა, დარბაზში ვინ იყო პროკურორის და ადვოკატების და მოსამართლის გარდა? იმათი ოჯახის წევრები რა. ესენი იყვნენ. იმიტომ რომ ადვოკატების წარმომადგენლები არიან მაგენი რა და ვალდებულები იყვნენ. მარტო არასრულწლოვანი მშობლები რა, დანარჩენი სრულწლოვანების გარეთ მოუწიეთ ყოფნა. დაახლოებით რამდენი ადამიანი? არ მახსოვს აი 6-7 კაცი დაახლოებით, მაგრამ თავიდან აი ყველა ამ გოგოს მშობლები იყვნენ? ამ გოგოს მშობელი იყო კი და ძალიან აი მაგ გოგოს მშობლისგან აი ზღვის მეტი არაფერი არ მოდის რა. დედა? კი, უატყო ვიდეოს და ერთი დაზუსტებული ინფორმაციაც მაქვს, რომ სასამართლოში ცრემლები წამომივიდა ავნერიული რაღაცაზე და სხვა ერთმა მშობელმა ძალიან გულთან მიიტანა ეს ინფორმაცია და ცრემლი წამოვიდა და ეს დედამისი მიდის და რაზე ტირი ხარ, ანდრიამ ჩვენი შვილები დაეჭერიაო და ძალიან აგრესიულად მიუდგა რა. თავიდანაც პოლიციაში შევოტყვე დედამისს, რომ ძალიან ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ ვიცი დაზუსტებით, რომ დედამისმა იცოდა თავის შვილი რასაც ჩადიოდა. მე არ ვიცოდი სამწუხაროდ, თორე არც გავეკარებოდი მაგ გოგოს, მაგრამ დედამისმა იცოდა ხელსაფარებდა და დღემდე ხელსაფარებს და ეხლა რა სიტყვის, მაინტერესებს, როცა ამდენი დაზარალებული გამოჩნდა. მე მაგალითად ფორმულას ეთერში მოვისმინე ჩვენება, სადაც მაგოგო ფიგურირებს რა, ზუსტად მასე შეიტყვა ბიჭი და აწამეს იგივე პირებმა, სამი პირი, 4 პირი ამოვიცანი მაქედან. აი რა სიტყვის უბრალოდ და იმათი ოჯახის წევრები ვიღაცების კიდე მართლებაში რო არიან ამათი და იცავენ ბოლომდე მესმის ოჯახის წევრია, მესმის რაღაცაში შეკილია გაამართლო, მაგრამ ბოლომდე რო ამართლე არა, სწორი და რა ნაწამები ბავშვი ანდრია, რომელი ფსიქოლოგიური, ანუ ბოლომდე მაქსიმალურად პროვოკაციებიც იყო მაგათი ოჯახის წევრები, მაგრამ არ გამოვუათ, ვერ გამოვუათ. მათგან არც ერთი არ იყო ისეთი, რომელმაც თქვა, რომ ღმერთო ჩემო ეს რა დაგმატა. სხვათაშორის იყო რა და ჩვენმა შვილმა ეს როგორ გააკეთა. იყო ჩემო ოჯახმაც აღნიშნა, მაგ აი მართლა ერთადერთი ადამიანი იყო, ერთ-ერთი ის დედა. რომელსაც მართლა გულთან მიიტანა ეს ამბავი, ჩემთანაც მოვიდა, ვილაპარაკეთ რაღაც ძალიან დიდ ბოდიშკი ხთიო, მესმის, ნუ ჩემი შვილი ზის ეს არასრულწლოვანის მშობელი იყო. და ჩემმა შვილმა ზუსტად იგივე გადაიტანაო და მაგიტომ მოხდა ესეთ თემებშიო რა. ანუ მანაც იცოდა მისი შვილი რა. შარშიც იყო ესე რომ ვთქვა. ხო, ადრე იგივე გადაუტანია თურმე ზუსტად და ავჭალისყიდებიდანაც გადამყარა და ხო რა ეს ის არის თვითმკვლელობა როცა და. კი, იქნებათ ინფორმაცია და მოხდა საბოლოოდ ამათ ხელში რა. დაჟე შეიძლება და მეც მოხვედრილიყავი, იმიტომ რომ ძალიან მუქარაში ვიქნებოდი, ამათგან რო არ წავსულიყავი პოლიციის გზით, მაგრამ შანსი არ იყო, მე მაგნაბის ჩარ გადავდგა, სულ პოლიციის გზით არ წავსულიყავი. არასოდეს გავწერვიანდებოდი მათთან და არასოდეს ვაწამებდი სხვა არასრულოვნებს. ჩემთვის იყო ძალიან აი გულთან მოსახვედრი თემა რა. ვიღაცები მშობლები ძახოდნენ იქ, რომ აი ჩვენი შვილის ჩაითრიეს აქ და ლევანა ბესაძე აწალ. მე ამჯერა მაგას. ანუ ფიზიკურად ვერ დავიჯერებ მაგას, რომ 31 წლის კაცი მართავდეს. ხო შეგიძლია უბრალოდ რომ განაცხადო ეს ამბავი, ვინმე უთხრა, მოუყვე ეს ამბავი, ნუ სულ რო გაშინებდნენ, მეც შემაშინეს, მეც დამემუქრა. ხო, მაგრამ შენ ხო არ გინდოდა მამას რო არ ეთქვა, რომ უნდა წავიდეთო ჩვენების მიცემა. მე დაწუნებულო ჩემ თავთანაც დავძლევდი მაგ იმას, იმიტომ რომ მე ჩემ თავთანაც დავძლია მაგ. შეიძლება იმიტომ რომ ოჯახის იმედი და მხარდაჭერა ქონდა. ზუსტად ეგ მინდოდა მეკითხა, მე არ მგონია რომ მარტივია ამაზე ლაპარაკი და მას შემდეგ რაც ალაპარაკდი, სულ ესეთი ინტერესით გისმენ, რომ აი როგორ ყოჩაღად ყვები ამ ამბავს რა ამბის მოყოლასაც ალბათ ბევრი ზრდასრულიც კი ბევრად დიდხანს იფიქრებდა და ღირდა თუ არა. არასოდეს არ გინანია, ხო, რაც უჩივლე და საჯაროდ ლაპარაკი დაიწყე იმაზე, რომ ეს გააკეთე. წამით არ ვინ არის, იმიტომ რომ ამასაც გავამახვილებ თუ რატო ვლაპარაკობ საჯაროდ და ანუ მაშინაც შემეძლო
თავიდანვე თქვი რომ სხვა ბავშვების დაცვა გინდა. ხო, 8 თვის წინა ჩემეძლო 6 თვის წინას რომ ამდგარი ყავი და მელაპარაკ, მაგრამ არ იყო რა იმის დრო რომ ძალიან მძიმედ ვიყავი ისედაც და საქმესაც არ აწყობდა, იმიტომ რომ შეიძლება და ისეთი ინფორმაცია მეთქვა რაც გამოძიებას არ წარადგებოდა. ხოლო ჩემი ეს მიზეზი იყო რომ ვინ აი ზუსტად იგივეს ვინ შეიძლება გამოცადოს, იმედი არავინ არ გამოცდის, მაგრამ შეიძლება არავინ არაა დაცული მაინც რა. თუ ვინმე გამოცდის იგივეს ან გამოცდილი აქვს, რომ შეუულია უთხრას ვინმეს, არ არის, არ ტეხავს ამის თქმა, საერთოდ არ ტეხავს საჯაროდ ლაპარაკი ამაზე. იმიტომ რომ საბოლოოდ ოჯახზე და მეგობრებზე მეტად ვერავინ დაგიდგება გვერდში რა, ძალიან მნიშვნელოვანია მაგ ფაქტორიც, ფსიქოლოგიც ძალიან მნიშვნელოვანია. და ერთად ეს აქ ამ სიუჟეტიდანაც მოუწოდებ იმ არასრულებს და ზრდასრულებსაც, ვინც ამ ადამიანებმა აწამა, რომ არა გვიანი დღემდე შეგიძლიათ ამოიღოთ ხმა, თუ არ მოგიღიათ და თუ არ მიგიწვიათ გამოძიებისთვის ინფორმაცია და უთხრათ გამოძიებას თუ რეები იქნეს ამ ადამიანებმა, იმიტომ რომ შეიძლება იყოს კიდე ის ბევრი დაზარალებული, ვისაც ხმა არ მოუყია და იქნება კიდევაც, იმიტომ რომ სადაც 10 დაზარალებული 10-დან 4 არასრულოვანი, იქაც უფრო ბევრი გამოლინდება. კი, ეს ბოლო დაკავებულ 16 ადამიანს და ამდენი მსხვერპლი და მათ შორის 50 წლამდე კაცი, რომელიც ამ დრომდე კლინიკაშია. და ჩემი სოლიდარობა კიდე იმ 4 არასრულოვანს, რომელსაც ამ ადამიანებმა აწამეს, იმიტომ რომ ვიცი როგორ მძიმე არის, მეც იგივე სიტუაციაში ვიყავი, ეს ადამიანები ჩემზე ადრე გამოცადეს, თვეებით ადრე, დღეებით ადრე ის ვინ არიან? არ ვიცი, მაგრამ დიდი სიამოვნებით გავისრომდი ვინები არიან, იმიტომ რომ იგივე რამე გადავხდა და მართლა გულით მინდა რომ გავისრომ მაგ ადამიანებს, მაგრამ თუ საშუალება მომეცემა უარს არასოდეს ვიტყვი მაგაზე რომ გავიცნო და დარწმუნებული არ დანებდებიან, ბოლომდე მიაწვევიან, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია გამოძიების იქით სასამართლოსაც მიაწოდო ბოლომდე ინფორმაცია და არ დანებდე. იმათი ადვოკატებიდან იქნება ძალიან ბევრი პროვოკაციული კითხვა, ძალიან ისე ჩაღრმავებული კითხვები, რომელმაც შეიძლება განერვიულოს, მაგრამ არ უნდა ანერვიულდე, არ უნდა აიჭრა, დაფიქრდე, უპასუხო წყნა, მშვიდად რა როგორი იყო და ესაა და ეს მეც ძალიან ძნელი მეკონა, მეთქი აი ისეთი კითხვა რო დამისვას, რო ამჭრას, მეთქი რა გავაკეთო თქო მე, მაგრამ რო შევედი პროცესზე და უკვე რო დავიწყე ლაპარაკი, გამიმარტივდა უკვე. ყველაზე რთული კითხვა რა იყო, რაც სასამართლოზე მათმა ადვოკატებმა დაგისვეს? იმათ სხვათა შორის, აი ყველაზე მეტად აქტიურად იყო ჩართული და ლევან აბესაძე სვავდა შეკითხვებს. ლევან აბესაძის ადვოკატი სვავდა შეკითხვებს, იმიტომ რომ ყველაზე მეტად იყო მძიმე მდგომარეობაში მაკვირი. თავიდან მუხლი იყო დაკვალიფიცირებული, არა ადამიანური მოპყრობა წამება იყო. სამუდამ მოსას ითვალისწინებდა მუხლი და ძალიან მძიმედ ჰქონდა. საბოლოოდ 10 წლიანი სასჯელი მიიღო. კი, კვალიფიკაცია განიცადა რა. ნუ დაიმატება დაწუნებული კიდე წლები რა. ეს ლევან აბესაძის ადვოკატი ძალიან ანუ ისეთ პროვოკაციულ შეკითხვებსაო და აი გახსოვს რამე? აი თუ გავიხსენე მაგალითად რა შეიძლება იყოს. რა კავშირი ქონდა აი მაგალითად ერთ-ერთი დაჯგუფების ლიდერთან, რომელთანაც არნაირი კავშირი მქონდა რეალურად და ცდილობდა რომ აი რაღაცა მოიხთინა, რომ ანუ რაღაცა манипуляცია მოეხთინა, რომ მეც მეთქვა რაღაცა ისეთი, რომ მე ამ სიტყვაში ჩამკიდებოდა და აი ერთ-ერთი ლიდერთან მქონდა კონტაქტი და ამის გამო დააჭერინა ეს ხალხი. მე იმასაც იძახდა, რომ ერთ-ერთი დაჯგუფების ლიდერმა დამაძალა ამ ადამიანების დაჭერა და მაგიტო გავაკეთე ეს ყველაფერი და მაგან მომცა ინფორმაცია რეალურად არავის არ დაუძალებია, ანუ ვინ უნდა დამაძალოს, როცა მივყარ ამ მუხტი და ამჟინეთ რომ მე უნდა მივიდე პოლიციაში. და კიდე სხვა პოლიტიკური შეკითხვებიც იყო, მინდა აღვნიშნო, რომელსაც ცდილობდა თამარ. აი მაგალითად რა იყო? რა კავშირი გაქვთ იგორ ნარმანიასთან? აი ერთ-ერთი მაგ იყო. რა კავშირი გაქვს? არა ვიცნობ ადამიანს უბრალოდ კი იცით რომ 3 ოქტომბერს თავი გავგიტეხეს მე და იგორს და აი ძალიან პროვოკაციული შეკითხვები და ანუ ადვოკატურ საქმიანობაში არსებობს ნამუსი რა და სხვაზე არავის არ ყოფილა აქტივისტებიდან ესეთი კითხვა? არა, სხვაზე არანაირად რა, მაგრამ ყველაზე მეტად ჩაღრმავებული კითხვები და ყველაზე ბევრი კითხვა აი ამან დასვა და ახლობით 1 საათი წაიღო ამის შეკითხვებმა. დანარჩენებმა ძირითადად
ბოდიშები მოვისმინე მარასწორების, რაც გადასცეს თავის ადვოკატებს, ყველას უპასუხე ერთი პასუხით, რომ არა ვაპატიებ, ვერ ვაპატიებ, შანსი არა. მაშინაც გავამახვილე ამაზე ყურადღება, რომ ვიცი, რომ სხვა არასწორობის გამწარებული და ნაწამები ყავს, მე რო ყოფილიყო პირველი შეიძლებოდა რაღაცა გამეტარებინა დათმობებით წავსულიყო, მაგრამ არ გავატარებ, ვერ ვაპატიებ, ვერასოდეს მეთქი. და ანდრე, ამ შენი ამბის გახმაურების შემდეგ ვინმე ისეთი ხო არ შეგეხმიანა, ვინც თავადაც მსხვერპლია? კი, ოღონდ სხვა დაჯგუფების რა, იმის გამო რომ 20 წლის ბიჭს ედავებოდნენ, ნუ ერთ-ერთი ტიკტოკერია და თავიდანვე ეს თემა რო გადამხდა, მომიყვა თავის ამბებიც, რომ ძალიან გვერდში გიდგავარ, მეც იგივე გადავიტანე, ჩემი სოლიდარობა შენო და ასე სახელს არ დავასახელე მაინც ვინმე ლუკა. ვინმე ლუკა რომელი დაჯგუფებისგან გახდა მსხვერპლი, თუ ეს არ გინდა რა თქვა? არ ვიცახელი მაინც რა. რო ვიცოდე გეტყოთ თავისუფლად ადამიანად. არა, მოკლედ. ბერგმანელები იყვნენ მაინც. და სხვა დაჯგუფებებიც იყვნენ რა ჩარეული, იმიტომ რომ ძალიან ეჩვეოდნენ ადამიანს რა. იმას ედავებოდნენ, რომ 20 წლის ბიჭს კონტაქტი ქონდა 17 წლის გოგოსთან და პედოფილობას აბრალებდნენ, ანუ არარეალურია მაგ ჩემთვის, რომ 20 წლის ბიჭს 17 წლის გოგოსთან. 17 წლის გოგო არასრულწლოვანია. მაგრამ პედოფილობა რო შეტენო ესე არ ჯდება სწორად რა, მაინც. აი როგორ უნდა დააბრალო ადამიანს პედოფილობა, როცა არანაირი კავშირი ქონია, ხო ხდებით რა. სხვა შემთხვევები იყო? სხვა შემთხვევები. ვინც თვითონ გამოგეხმაურა, რომ იცის ესეთი ამბები გადახდა სხვა მსხვერპლს იცნობს. სხვა მსხვერპლს ყოფილა კი ასეთი, რომ სხვა მსხვერპლსაც იცნობენ რა, ვიღაცები შემეხვიან მაგალითად, რომ ზუსტად იგივე ამბავი გადახდა ამ გოგომ ესე ზუსტად იგივე გოგომ უკნა ასეთი რამე ჩემი მეგობარსო და არც მიგვერდა იმიტომ იმ გოგომ რომელმაც შენ წაგიყვანა. არც მიგვერდა და არც იყო გასაკვირი ჩემთვის ეს ყველაფერი. და პოლიტიკურ ამბავზე გკითხავ, ადვოკატზე კი გაბრაზებული ხარ, მაგრამ არ ვიცი, შენ აქტიურად დადიხარ, იგორ ნარმანიას ნაცნობი ხარ, ხო აქტიურად დადიხარ ანტისამთავრობო აქციებზე, უკმაყოფილო მოქალაქეთა რიცხვს მიეკუთვნები, როგორც მე ვხვდები. და მეორე მხრივ პოლიციამ შენ შემთხვევაში აჩვენა ის, რომ თუ კი ნება და სურვილი არსებობს, მშვენივრად შეუძლიათ გამოიძიონ რთული საქმეებიც კი, ხო? ჯერ ერთი ჯგუფი დააკავეს, მერე მეორე და პირველი ფაქტობრივად ხელკვალზე გამოუვიდათ, რომ ამოიღეს მტკიცებულებები. რაიმე ინტერესი ქონდა თვითონ შსს-საც, რომ ეს ხალხი დასჯილიყო დიდი ხანია, მათზე იცოდნენ და მიზეზს ეძებდნენ, რომ ვინმე შეჩიულა? აი როგორ ხსნი იმას, რომ ერთი მხრივ მე მინახავს პოლიცია როგორ გაჩერებს პირბადის გამო, რაც ეს კანონი დიდი ის არის, ხო, განხილვის საგანი, რომ აბსურდულ კანონთა შორის მიიჩნევა. ანუ პოლიცია როგორ იქცევა რიგ შემთხვევებში, ეს კარგად იცი, მაგრამ შენ შემთხვევაში, სხვა შემთხვევაში კარგად მოიქცა, ხო, კარგი გამოძიება ჩაატარა. აი ამ ორგვარ სახეს სისტემისას როგორ ხსნი? სამწუხარო რეალობა ისა, თუ საქმეში პოლიტიკა არეულები თავის საქმის პროფესიონალები არიან ეს ადამიანები რა, იმიტომ რომ არასწორების სამმართველო ცალკე ის დანაყოფია ასე რომ მაგაზე მართლა ცუდის მეტი, ცუდი კი არა, კარგის მეტი არაფერი არ მეთქმის, ძალიან დიდი მადლობელი ვარ პროკურორისაც, იმიტომ რომ ძალიან მიმწოლი იყო, ძალიან გვერდში მედგნენ მაგ ადამიანები, მაგრამ რაც შეეხება ამ თემას, ახლა თუ პოლიტიკა არის საქმეში გარეული, სხვანაირად უდგებიან საქმეს რა. ხო, მაგრამ ამაზეც ხო ამბობდნენ ამ დაჯგუფებებზე, რომ პოლიტიკა გარეულია, იმიტომ რომ ამ ფაშისტურ დაჯგუფებებს იყენებენ როგორც ტიტუშკებს, რომ იგივე ლევან აბესაძეს ყავდა გავლენიანი მფარველი და ასე შემდეგ. აი როგორ შემოტრიალდა ეგ, რომ ეს ხალხი, რომელიც საზოგადოების ერთი ნაწილის აღქმით პარტიის და ხელისუფლების რეპრესიული ინსტრუმენტები იყვნენ და იყენებდნენ სხვა ადამიანებზე ძალადობისთვის, უცბად ციხეში აღმოჩნდნენ. არ ვიცი, ლევან აბესაძე ყოველ შემთხვევაში რომ მართავდა აიყენებდა ამ პირებს რაღაცისთვის, რომ რაღაცა გაიკეთებინა, ეწამები არ უსწრებენ, მაგ ვიცი, ლევან აბესაძეც რომ აქტიურად იყო რაღაც სამთავრებო თემებში ჩართული მაგისთვის და ტევ პირველმაც რომ მოიპოვა მაშინ ჩანაწერი რო დაურეკე ხო სუშის ჩანაწერი და იმ პირსაც რო დაურეკეს რომ ვისთანაც იყო ლევან აბესაძე მისვლა დაგეხმარო რომ შემილიაო ხო მაგის დიახ და რავი შეიძლება მაგ უბრალოდ ჭორი არის რომ ლევან აბესაძე იკრიშებოდა ვახტანგ გომელაურის მიერ შეიძლება სიმართლე არის და მართლა ნათლი მირონობა აკავშირებდა დედამისი მალოს არც მაგია გამორიცხული და
არც ერთი ყველანაირი ვარიანტზე შეიძლება წავიდეთ რა, მაგრამ ფაქტია რომ დაიჭირეს და კიდე დაუმძიმდება რავი საქმე, იმიტომ რომ ბევრ საქმეში ფიგურირებს და დარწმუნებული ვარ ეს დაკავებულების დაასახელებენ ლევან აბესაძეს ლიდერად. ანდრე, ახალ დაკავებულებზე იცი რამე? ვიღაცები აი კადრებს რო უყურებდი სიმაღლიდან ამოვიცანი ერთ-ერთი მაგალითად ლუკა ალანია იყო. რომლის გინების გამოც აღმოჩნდა შენ ამ თავგადასავალში. ნამდვილად ლუკა ალანია იყო, იმიტომ რომ ერთხელ მოკარი თვალი სასამართლო პროცესზე, მაგიც შემთხვევით გადავიყარით რაღაცა და თვითონ ვერ მისწრო, მაგრამ ერთხელ მოკარი თვალი და სიმაღლეთ ამოვიცანი და ჩაცმულობით რა. მაგი იყო დაზუსტებით, ვიცი, იმიტომ რომ აღარ ჩანს აღარ სოციალურ. და ეს წინაზე რატო არ დაიჭირეს შენ არ ვიცი, ნახეთ, შეიძლება ინფორმაციებს აგროვებდნენ კიდე რომ უფრო დამძიმებოდათ საქმე რა, იმიტომ რომ ლუკა ალანია იქ ხო არ ყოფილა რა, ჩემი წამების პროცესში და ვერ გაასამართლებდნენ 154 თუ რა მუხლითაც ისინი გაასამართლეს რა და ჩემი აზრით სამართველო კრიბავდა ინფორმაციას ამ პირებზე, რომ უფრო დამძიმებოდათ მუხლი, ხო დრო უნდა ამ ყველაფერს რაღაცა რა და მე მასე ვფიქრობ, რომ ეს იყო ყველაფრის მიზეზი. ლუკა ალანია აქტიურად იყო დაბარებული სასამართლოში, თავისიანების კი ჩაუქვა, ძალიან საამაყოც მაკაცები აღმოჩნეს საბოლოოდ. ეს საიდან ის? ეხლა შიგნით ხო მოდის ამბები რაღაცა რა და ეს კიდე ლევან აბესაძის გაყვანა მოიდომა ლუკა ალანიამ განაცხადა ისიც რომ ლევან აბესაძესთან კონტაქტი ჰქონდათ, ხვდებოდნენ აქტიურად ეგრეთ წოდებულ ბესედკაში, ლევან აბესაძის ბესედკაში და ეს იყო და ეს გაყვანა რას ნიშნავს გაყვანა მოითხოვა? გაყვანა მოითხოვა, ანუ რო იქ არ ყოფილიყო სასამართლო პროცესი. მაგრამ დაიკითხება რომ ეს არ ყოფილიყო, მივხვდი. სხვა რა იცი, შენი ადვოკატი ესწრებოდა ამ ყველას ხდომას? ჩემი აქ უფრო მნიშვნელოვანი იყო პროკურატურა რა, ჩემი ადვოკატი ამ შემთხვევაში არ იყო რა. დაზარალებული სტატუსი გააქვს ამ საქმეში? მაქვს. და რომ მოგინდეს ყველა საქმის მასალაზე ცდომა შეგიძლია. წესით მაქვს, აი ეს დავსწრებით არ ვიცი, მაგრამ მექნება იმიტომ რომ დაზარალებულად მსნეს. მაგრამ არ გინდა რომ ნახო მათი ჩვენებები მაგალითად. ნამდვილად ამსურს რა, ანუ საინტერესო აი რა იქნება უბრალოდ თუ როგორ ხსნიან, როგორ აწამეს ანდრია ხამაშურიძე და სხვა არასრულნები და არც იმ ვიდეოს ნახვა მინდა კატეგორიულად და ეგ არ გაინტერესებს იმ ბევრი ტელეფონით გადაღებულ კადრებში ჯამში რა მოხდა საქმეში თუ იცი რაც მოხდა არ ვიცი მაგრამ რავი მაგ კადრების ნახვა ცხოვრებაში არ მენდომება სადაც მე მაწამები და სადაც მე ტანჯვას განვიცდი რა ერთადერთი დაჟე რუსთავი 2-დანაც აი რავი ძალიან მეწყინა და ძალიან აი უპასუხისმგებლობად მოიქცნენ იმ საკითხში რომ ეს ჩემი თემები რო გამჟღავნდა ეს ადამიანები ადგენენ და ნუ დაბლარული იყო, მაგრამ ჩემი წამების კადრი მაინც დადეს კურიერ პიესში რა და არ იყო სასიამოვნო, ჩანდა სადღაც მომენტში თუ ფეხს როგორ მითხოვნენ და როგორ ტუნავდნენ ჩემ თავზე და არ უნდა იქნათ ეს ყველაფერი და არ იყო სწორი რა დაუკითხავთ რო აკე მესმის ჩემი თემა ესე გავრცელდა რაღაცა, მაგრამ არ არის სწორი და არა კარგი დასანახი. თუ კი არსებობენ სხვა მსხვერპლები, როგორ გქონია, რა მასშტაბია, რამდენიმე ათეული ადამიანია? ასეულობით. და სულ არასრულწლოვნები? სულ არასრულწლოვნების, არასრულწლოვნების. აი მე მასე მგონია, შეიძლება 1000-ეულობით, იმიტომ რომ ეს პირები წლების განმავლობაში აგრძელებენ, აი როგორც ხედავდით 2015 წლიდან 18 წლიდანაც აქტიურად მოდის ეს ვითომნეო ფაშიზმი, ამ ბერგმანის იდეოლოგიიდან და ასე შემდეგ რა და ძალიან ბევრი იქნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი. და ამ დაჯგუფებებში რამდენი ადამიანია გაწევრიანებული? ნახდათ არ ვიცი. მაგაც ასეულები თუ 1000-ები? წარმოდგენა არა მაქვს. 1000-ეულობით ფიზიკურად ვერ იქნებიან, იმიტომ რომ ძალიან გამოიწვია რამდენიმე ასეულ ადამიანს ყავს რამდენიმე 1000-ეული ადამიანი წლების განმავლობაში ნაწამები ისე რომ მსხვერპლები არ ლაპარაკობენ ამაზე. ესეთია შენი ახლა. შეიძლება კიდევაც. ნახდათ წარმოდგენა არა მაქვს რა. ასეულობით იქნება დარწმუნებული, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია მოდიან ესენ და ძალიან დიდი ხანია აგრძელებენ აქტიურად ამ ყველაფერს და ეხლა ეს 16 ადამიანი რო დააკავეს, იმათ ტელეფონები შეხ ხო არ არის გახსნილი რაღაცა და რო გახსნიან და რო ნახავენ ამ ვიდეო მასალებს, კიდე ხო აღმოჩნდება ბევრი ვიდეო მასალა, სადაც სხვა დასარალებულები ფიგურირებენ და ასე შემდეგ და
ვახტანგ გომელაური კი არა, ბატონო ვაჟა სირამზე, ერთ საკითხი სწორად გამახვილა ყურადღება, თუ რაიმე ინფორმაცია იქნება ხალხს, მცირედ ესეთ თემასთან დაკავშირებით, მაინც უნდა მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიებას. მნიშვნელოვანია, რომ დაისაჯონ ეს ადამიანები რა. და ანდრია, შენი აღქმა ის არის, რომ ამ 16 ადამიანზე, რომელიც წინა კვირაში დააკავეს, გავიდნენ იმ ადამიანების ტელეფონებიდან ამოღებული ინფორმაციით, რომლებიც ჩვენ საქმეზე დააკავეს? დიდი ალბათობით და კიდე ოპერატიულად მიღებული ინფორმაციებით რა. ჩემამდე კიდე სხვა, როგორც ვიცი, სხვა პირების დაიკითხენ ჩემს საქმესთან დაკავშირებით დაკავებულების გარდა. არა მსხვერპლები, არამედ დაჯგუფების წევრები. დიახ. ერთ-ერთი ლუკალანიაც იყო, მაგით ოდაკითხა სასამართლო ირაკლი ციკლაური, მეცახელად კასტეტა, რომელიც ერთჩვენებაშიც ფიგურირებს. მაგრამ არ არის დაჭერილი დღესდღეობით. ანუ არც ამ 16 კაცშია? არ არის. შეიძლება არ არის რა, როგორც ვიცი, იმიტომ რომ მეგობარმა მანახა თუ სტორი როგორ დადო, გუშინ 2 საათის წინ და შესაბამისად ესაა და ეს რა. და თუ შენ მუქარის მსხვერპლი იყავი არაერთ გზის, ეხა შვიდად გრძნობ თავს უსაფრთხოებას როგორ იცავ? იმაზე ძლიერად ვარ, ვიდრე ვიყავი მაშინ. აი ეხლა 3 თვის წინ, 4 თვის წინ რო გეკითხათ მაგ, შეიძლება და მე თქვა რომ მაქვს რაღაც ჭიში და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემი მეგობრები მაძლიერებენ, ჩემი ოჯახი მაძლიერებს, თქვენ მაძლიერებთ ხალხი და შენ საძლიერებს ხვებს. მაგრამ რაღაცებს არ აკეთებ, აი მაგალითად მარტო გასვლაზე არ ვთხილობ და არ ვცდილობ რომ ვინმესთან ერთად იყო, ან რაღაცა კონკრეტულ ადგილებს არ ერიდები, ან უცხოზარებს არ პასუხობ. აი რაღაცა ესეთი მინიმალური უსაფრთხოების ზომები არ გაქვს, რასაც ვცდილობ რომ დაიცვა. ნუ ასეთი ზომები მაქვს ეხლა თავისთავად, იმიტომ რომ ეს ადამიანები კიდე არიან, მაგ პერგვანეთ დაჯგუფების წევრები და ასე შემდეგ. და ხო რავი, შეიძლება შეშინებულებიც იყვნენ, რავი, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ იმათი ოჯახის წევრებიდან მუქარა და პროვოკაციები ნამდვილად არ არის სწორი, იმიტომ რომ წინ აქვს სააპელაციო სასამართლო, ნამდვილად არ წაადგებათ ეს ყველაფერი. იქით თამამჭედლიშვილს ემუქრებოდა ეს ამ პიროვნების დავიზეს წერენ გითხარით, რომ ვეღარ გამიქცევი მეჭერო, ჩემი აზრით თამამჭედლიშვილი პროკურორის წეულეს, აი ყველანაირად ყველაფერი გადაატარეს ამ ადამიანებმა კიდე თამარჭედლიშვილის მოსამართლეზე რომ ახლა საუბარი მაგის წეულეს მუქარების იყო მის მიმართებაში და ასე შემდეგ ახლა ჩემზე და ჩემ ოჯახზე ხო საუბარი საერთოდ აღარ მაქვს. აბა ჩემი აზრით მოსამართლემ იმას სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო ვიდრე ველოდი რომ მიცემდა აი 5 წელს 4 წელს ანუ განა სუბთა 5 წელს რა და მაგრამ სუბთაში გულისხმობ რომ არასწორად მოხვაკლებთ ამათ გარკვეულ წელს. კი, საბოლოოდ 16 წლამდე ადამიანებს სამს მიესაჯა 6 წლით და 8 თვით, კიდე სამ ადამიანს რომელიც 18 წლამდე იყო 16-დან 18 წლამდე 7 წლით და 6 თვით და სრულწლოვანებს 3 წელს 10 წლიანი პატიმრობა. და 10 წელი რომ ისა, ვფიქრობდი რომ ისენდა აი 5 წელს და 5 წელში გამომიდონდე და რაღაც, მაგრამ საერთოდ ძალიან გამიხარდა რომ მიიღეს ასეთი განაჩენი და ეხლა წინა კიდე სხვა სასამართლოების რომელიც ეს ადამიანები ფიგურირებენ. ნახოთ რას გადაწყვეტს სასამართლო, როგორ გადაწყვეტს, მე მჯერა რომ აქაც მიიღებენ საკადრის პასუხს, ნუ შეიძლება გაბათილდეს ეს რასაც მიიღებენ წლებს, მაგრამ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ხო არის მთავარი რომ ფიგურირებენ ეს ადამიანები და უფუჭდებათ ცხოვრება და ისტორია. მე რო ვაფშე საერთოდ მოსამართლე ვიყო, ამ ადამიანებს ესე გარეთ არ გამოვშვედი, რავი, ძალიან დიდი ხანი რა, იმიტომ რომ რამდენი ხანი? რავი, 10 წელზე დიდი ხანი ყოველ შემთხვევაში. რამდენ წელსაც კანონი მოგცემდა საშუალებას, ანუ უმაღლეს მიუშიდი? კი, იმიტომ რომ აღარ არიან ისე სასახში, რომ რამეს ვერ იაზრებდნენ. ამბეც რომ რამეს ჩავიდინო ეხლა 16 წლის ადამიანი ვარ რა. ჩემ თავზე მე ვაგეპასუხო და მეც მომეთხოვება. ჩემ მშობლებსაც კანონის წინ მე მომეთხოვება რა. მაგრამ ვაზრონებ, ჩემი და ჩემილია რაღაცების გადაწყვეტილების მიღება, ვიცი რა არის სწორი და რა არის არასწორი და მაგდა ამ პიროვნებებმაც ახლა 16, 17, 15 წლის ადამიანებმაც იცოდნენ რასაც შადიოდნენ და რასაც აკეთებდნენ და ანდრია, ამ ამბავდე რამე სხვა ესეთი გარჩევა, ჩხუბი, ფუჩის ამბები გქონია? პირველად აღმოჩნდი ესეც დაუნდობელ სამყაროში?
სამწუხაროდ დიახ. და მე მახსოვს მაკო გომური ამბობდა, იცი ალბათ მაკო გომური ვინც არის 20 ივნისის ერთ-ერთი დაზარალებული, რომ არ მინდა რომ 20 ივნისი იყოს ჩემი მთავარი ამბავიო რა, ანუ ცხოვრება გავაგრძელო ამ ტრაუმის მიუხედავად. ეხლა რო გისმენდი, მაგას ვფიქრობდი, ალბათ ის შენზე ცოტა დიდი იყო, მაგრამ პატარა იყო მოკლედ, როცა ეს ტრაუმა გადახდა. შენ შემთხვევაში გიფიქრია მაგაზე, რომ როგორ არ იქცეს ეს ამბავი შენი ცხოვრების მთავარ ამბად და როგორ უნდა გამოხვიდე ამ მოჯადოებული წლიდან. ჯერ კი ცოტა ხანია გასული და ალბათ ყველაზე ემოციური რაც გადაგხდა თავს ეს არის, მაგრამ აი ამ ამბის ყვეობაში რო არ დარჩე. ყოველ შემთხვევაში თვეებში არაფერი ხდება, წელი ჭირდება დაახლოებით. მე აი კიდე ერთხელ აღნიშნავ, ფსიქოლოგთან კონსულტაცია არის უმშვენიესი რამე ამ სიტუაციაში და აქტიურად უნდა განახორციელოს ადამიანმა, ვინც ესეთ სიტუაციაში ჩავარდება ფსიქოლოგთან კონსულტაცია. მაგალითად, ჩემი ფსიქოლოგი იყო თინათინ ჯავახიშვილი რა და ძალიან მადლიერი ვარ მისი, მასწავლა სხვადასხვა ტექნიკებით, როგორ უნდა ეს თემა წავშალო ჩემი ტვინი და წავშალო რა გავაქრო სადღაც ნაწილი და რომ ესე თვალწინ არ დამიგეს ყოველდღე რა. და ძალიან მიშველა, ძალიან დამიხმარა და აი მართლა ახლა წაშლის პროცესში ხარ? ეხ სამუდამოდ ეს ფიზიკურად ვერ გააქრობ ესე რა, მაგრამ რაღა ანუ ისეთი მძაფრი აღარ არის. ქონდა მომენტი რომ ყოველდღე მახსენდებოდა, ყოველდღე ვფიქრობდი ამ ადამიანებზე რა და მათ ჩადენა ქმედებაზე, მაგრამ ეხლა ისე ვარ რომ აი მაქსიმუმ კვირაში ერთხელ გამახსენდეს ეს ყველაფერი რა. და როცა ფიქრობდი რას გრძნობდი, გაბრაზებას, სიცხვილს? ბრაზ, სურვილს. ზიება არასოდეს არ იმასეთი გურჩამდები ადამიანი რა, რომ რამე გავუკეთო, მაშინ გურში რო ჩამედო ეს ამბავი ძალიან ცუდად უნდა მოქცეულიყავი და მაგრანაირად არაკაცულად უნდა მოქცეულიყავი, შემეკრიბა აი რავი მეგობრები რაღაცები, მეთხოვა რომ წამოყევით და ესე უკრათ. ამათ არც იყო მაგის პრობლემა. ყველა გამწარებული იყო მაგაზე, ახლა კი გეცოდინებათ, ნახევარი საქართველოს რა დღეს ჩავარდა ამ ამბის გაგონება, ყველა იმაგას თხოვდა რომ ხო რა ხო და არ გავაკეთე, არ გადავდგი მაგ ნაბიჯი, იმიტომ რომ ჩემ თავს ვერ მიცედი მაგს, ხო, ჩემ თავში არ ჯდება მაგ ანუ ჩემ თავში არ ჯდება მაგს. მაგრამ ეს სცენარი ქონდა, რომ ეს ახო არ ქნეო? არა, არასოდეს. შემოთავაზებები იყო მეგობრებისგან ის, მაგრამ არ გვინდა გავჩერდეთ მეთქი, მიუდგები კანონიერად მეთქი და როგორც საჭიროა კანონის წინ წარვადგენ ამ ადამიანებს ხო და წარვადგინე კიდევ და მიიღეს საჟენი. და ეხლა დაახლოებით რამდენ ხანში ერთხელ ფიქრობ ხოლმე მათზე? აი როგორც ნუ ეხლა ალბათ ის არის განახლებული, იმიტომ რომ წინა კვირაში დააკავეს ახალი ხალხი. ძალიან იშვიათად რა. ამ ადამიანებზე რა, იმიტომ რომ აღარა ჩემი სადარდებელი ეს ამბავი. ეხლა უნდა იდადო თავიანთ თავზე თვითონ რა და თვითონ უნდა იფიქრონ თუ რა ჩაიდინეს რა და პატიება ითხოვონ საკუთარ თავთან. და ჩვეულებრივ ცხოვრებაზე დაბრუნება მარტივი იყო, იმიტომ რომ ჯერ კიდევ სკოლაში ხარ. ჩვეულებრივ ცხოვრებაში და ეს ამბავი ზაფხულში მოხდა, როცა არ დადეგები გქონდა და მე დაბრუნდი ახალ კლასში. ჩემთვის სხვათა შორის ზაფხულშიც ცოტა გამიმარტივდა, იმიტომ რომ ახლობელს ვეხმარებოდი რაღაც საქმეებში რა, სამსახურის თემაში ვეხმარებოდი, რომ რაღაცები დახმარება ჭირდებოდა და ნუ შეიძლება დავარქვას, ბოლომდე არა, მაგრამ ასე შეიძლება ითქვას რა. ყურადღება მოქნა გადატანილი და ძალიან დამიხმარა მაგ ყველაფერი, რომ არ ფიქრობდი ამ ყველაფერზე, თორე ესე სახში როდო მждალიყავი და გარეთაც ყოფილიყავი, სულ მაგაზე ვიფიქრებდი, დარწმუნებული ვარ და ძალიან დამიხმარა მაგ ყველაფერი და რავი, ამ ახალგაზრდებსაც მოუწოდებ ფინანსზე ესეთი რამე გადაიტანა, რომ მნიშვნელოვანია რომ რამე დაკავდეთ აუცილებლად, რამე ყურადღება გადაიტანოთ. დაჟე ფსიქოლოგმაც მირჩია ეხლა რომ კი მორჩით სეანსებს რაღაცა, მაგრამ გააგრძელია რამეზე შედი, რამე დაკავდი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ყურადღება მაინც სხვა რამეზე კონდეს და ხო სულ დაძაბული იყო ერთი სიტყვით ესეთი რაღაცეებით რა. და რა გეგმა გაქვს რაზეც შედიხარ? თუ ჯერ არ იცი. არ ვიცი. კეთილი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.